მოგესალმებით, ეთერშია კომუნიკატორი, ახალი კვირა, ძველი სახეები. მერი შიხაშვილი, ნასტასია არაბული და სერგი გვარჯალაძე. ჩვენ 2 საათ ნახევრის მანძილზე დღეს თქვენთან ერთად ვიქნებით ეთერში. გასაკვირველია ინტერაქცია ჩვენთან შესაძლებელია. შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს 24930 და Facebook-ში facebook.com/komunikatori. ჩვენ ოდნავ განსხვავებული განრიგით წავალთ დღეს, ვინაიდან ველით პრეზიდენტის ჩართვას შუა ეთერში. ასე რომ მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ თუ რაღაცა გარკვეული გადაცემის ბლოკები შეიცვალოს. ჩვენ ხო ისეთი ძალიან მოქნილი სატელევიზიო მობილური სატელევიზიო ფორმატი გვაქვს. ტრადიციულად დავიწყებთ და სასიხარულო ამბავი გვაქვს სხვათა შორის. დავიწყებთ გალის ამინდით, იმიტომ რომ ჩვენ გალელ თანამოქალაქეებს შევპირდით. მე შეგახსენებთ რომ ამინდი იქნება ხვალ ფანტასტიკური გალში არასტანდარტული მეტეოსადგურის მოხსენება. ჩვენთან წვიმს სამწუხაროდ. ხვალ იქნება 21 გრადუსი და ერთი სასიხარულო ამბავი კიდევ ის არის რომ ყოველ დილით თქვენ შეგიძლიათ დილის გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილოთ გალის ამინდის პროგნოზი. ჩაისვა უკვე ეთერში და ასე რომ ყოველდღიურად გექნებათ ეს პროგნოზი. თუ არის კიდევ რომელიმე რეგიონი, რომელიც გამორჩა, აუცილებლად მოგვაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია უფრო დაწვრილებით. ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს, არა ერთი, არამედ რამდენიმე სასიხარულო ამბავი გვაქვს. ჩვენი მებო ნუცუბიძე, უკვე ჩვენი მებო ნუცუბიძე, რომლის წარმატებასაც თვალს ვადევნებთ უკრაინაში, ის მონაწილეობას იღებს პროექტში გოლოს კრაინი, ეს არის ფაქტიურად ამერიკული ფორმატის, უბრალოდ საერთაშორისო ფორმატის The Voice-ის უკრაინული ვერსია. შემდეგ ტურში გავიდა, ამჯერად ეს იყო ნოკაუტების ტური, სადაც მას მოუწია თავისივე ძალიან უკვე როგორც ჩანს დაახლოებულ და მეგობრულ გარემოში უწევთ კონკურსანტებს მონაწილეობა. ამჯერად ანდრეი პანწუხი გამოაგდო ჩვენმა მებომ, აი ამ სიმღერით, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. Rows of houses all bearing down on me, and I can feel their blue hands touching me. All these things into position, all these things will one day swallow. Communicate the thoughts and the strain I am under. Oh, be your child, form a circle before we all go under. ტრანსში ჩააგდო ჟურის წევრები, მებომ ამჯერად შემდეგ ეტაპში გადავიდა. მე ყველაზე ძალიან მომწონს რეაქცია ხოლმე, აბსოლუტურად ისეთი დაწყნარებული რეაქციები და სულ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოულოდნელია მისთვის ეს გადასვლა ეტაპიდან ეტაპში. აშკარად ჩანს ჟურის ისეთი ძალიან ემოციური რეაქცია ხოლმე და მართლა ძალიან გვიხარია ეს ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსებში სამწუხაროდ არც ისე ხშირად ვიღებთ მონაწილეობას. მე არ ვარ საერთოდ კონკურსების მომხრე, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად ქართველი არტისტების განვითარებისათვის, იმიტომ რომ
ბაზარი მაინც ძალიან პატარაა საქართველოში და იმ ჯგუფს რომელშიც მებო უკრავს გარკვეულწილად Bear Fox-ი რომელიც ჩვენს ეთერში ჟღერს ხოლმე რაღაც შემოთავაზებებიც აქვს ამ კონკურსის შემდეგ როგორც მე ვიცი ანუ გარკვეული გაგრძელება მოყვა მის გამოსვლას და დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს და მეგობრებო მიუხედავად იმისა რომ კონკურსი და ჩემპიონატები მუსიკაში არ არის სასურველი მე მგონი სხვა გამოსავალი არ აქვს ამდენად მუსიკოსებს ეტაპზე ალბათ მისაღები მაინც საჭირო არის მაინც საჭირო